რეჟიმში. ჩვენ ვაიძულეთ ბიძინა ივანიშვილსაც და თია წულუკიასაც რომ ბოდიში მოიხადონ. უბრალოდ მე მინდა ჩემ თანამებრძოლეებს მიმართო, თანამოქალაქეებს კიდე ერთხელ კლავენ ანწუხელიძეს ზაკრულად მიპარვით ზურგიდან, ოღონდ ახლა ენით კლავენ. და ბინძური საქციელით კლავენ. ამიტომ ყველა მიცის რა არის ღირსება და როგორ უნდა მოიქცენ, როდესაც ჩვენი ღირსება შელახულია. ამიტომ საკმარისი არ არის სატელეფონო ზარები, რაღაც ცალკე სამზარეულობაში საუბარი აღშფოთებული. მათ ღიად უნდა განაცხადონ, რომ ისინი აღშფოთებულები არიან. მათ აქვთ ამის ყველა ინსტრუმენტი იმისთვის, რომ თავიანთი უკმაყოფილება სიტყვით გამოხატონ და კიდევ ერთხელ დააფიქსირონ თავიანთი აღშფოთებული პოზიცია. და რაც თავარია კიდე ერთხელ ეს არ არის რაღაც პოლიტიკური სვლა ან რაღაც პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ მიმართული სვლა. ეს არის ზუსტად რუსეთის საამებლად. ანწუხელიძემ ფაქტიურად რუსეთი მარტო დაამარცხა. რუსეთმა ვერ გატეხა ანწუხელიძე და ეს არის ქართული გაუტეხელი სულის ნათელი მაგალითი, რომელსაც თუ არ დაამარცხებს რუსეთი, მათ არანაირი შანსი არ აქვს საქართველოში. ამიტომ ამ შანსის მოკლა უნდათ.